მოგესალმები, ჩემო კახეთო, შიდა, გარე, გაგმაკახელებო, ჩემო ქიზიყელებო, თუშებო, ჩვენო ქისტებო, აზერბაიჯანლებო, გილოცავთ ალავერდობას, დღეს, რომელიც ყველა ერის და სარწმუნოების ადამიანს ერთი ტაძრის ეზოში აერთიანებს. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ კახეთის მადლიან მხარეში, სადაც ჩატეულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ბრძოლის და შრომის, სადაც მეომრის და გლეხის მარჯვენა ერთნაირად ფასობს. მხარეში, რომლის მისადგომები ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით არის შემომტკიცებული, ხორნაბუჯიდან კვეტერამდე, უჯარმიდან გრემამდე, ბახტრიონიდან ომალომდე. მხარეში, რომელიც მტერმა ერეკლე მეფის იარებივით უთვალავჯერ დასერა, მაგრამ ვერცლია და დღესაც დგას ამაყად და ღირსეულად. დგას როგორც ალავერდი, ბოდბე, ნეკრესი, იყალთო და დავითგარეჯი. მეგობრებო, დღეს საქართველო კიდევ ერთხელ დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა. ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას და ჩვენი იდენტობით, ტრადიციებით და ინტერესებით გავხდებით ევროპელ ხალხთა ერთობის ნაწილი, თუ ამ ყველაფერს ევროპის კართან დავტოვებთ და ისე შევერევით ამ ერთობას. ჩვენით ვიმიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვების ნებასრულზე ვიქნებით დამოკიდებული. გახსოვთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან შინაურები და გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტათ ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგეტანებინა. ომის შავთეთრი რეალობა დაგვებრუნებინა. ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი ისტორიის სწორ მხარეს დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა სახელმძღვანელობს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორია ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომას შეაფასებდა. მაშინ ჩვენს მტერმოყვარეთ არჩევებს არ დაუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ, ქართველ ხალხს. წარმოიდგინეთ იმ დროს ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. ხომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ, ისე ახვებოდნენ სანქციებს, ემბარგოებს, ესკალაციის ყიჟინას და როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს ის ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავთეთრი რეალობა. და რას ვეტყოდით ჩვენ შვილებს, რატომ დაუგრიეთ მომავალი? რას ვეტყოდით ხალხს, ვისი ცხოვრება წამში პირს იცვლიდა? ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? დღევანდელი ოპოზიცია? ომის დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოსახლეობა ბრძოლის ველზე რომ მიატოვა და ქვეყნიდან გაქცევაში ვერავინ აჯობა. თუ მათი გარე მეგობრები ჩვენმა და სხვების ომებმაც გვასწავლა, რომ ჩვენ საომარს სხვა არავინ იომებს და რომ ჩვენს მისახეთს სხვა არავინ მიხედავს. ამიტომ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლება ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უნდა ვთქვათ 26 ოქტომბერს, გვინდა ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს ხალხს, თუ ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს სხვას. მეგობრებო, საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი აკვანია. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები იმისა, რომ მიწათმოქმედება, მევენახეობა, ქრისტიანული რწმენა ევროპულ იდენტობაში ჩაიქცოვა. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ 400 წელი წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან, რომლის წმინდა ნაწილებიც ალავერდის მონასტერშია დაკრძალული. მისმა რწმენის სიმტკიცემ და პირველ ქრისტიანთა მსგავსმა მოწამეობრივმა აღსასრულმა მაშინდელი ევროპა იმდენად შეძრა, რომ მართლმადიდებლობისთვის წამებული კათოლიკური ეკლესიისთვისაც ქრისტიანობის მაგალითი გახდა. ასეთი ისტორიები არის მოწმე იმისა, რომ ჩვენ კი არ შევდიოდით ან გვიღებდნენ ევროპაში, არამედ სხვებთან ერთად თავად გვდიდით და ვიცავდით ევროპას.
დღესაც ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვოდ შესრულება, რომელსაც სამყაროში ვერ გარკვეულ ქვეყანას წაუყენებ, არამედ ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა ურთიერთ შესწავლის, ურთიერთ პატივისცემის, ურთიერთ მიღების და არა შერწყმის და ჩაკარგვის. მეგობრებო, ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესახორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და მსიდიადეს, როგორც ერთხმა გამოკლებული კახური მრავალჟამიერი. ოპოზიცია სწორედ ამ გზას ადგას. ქვეყანას აცლის ეროვნულობას, ერს აცლის რწმენას და პიროვნებას აცლის იდენტობას. აღარ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, რას ნიშნავს კაცობა და ქალობა. ამიტომ შეგვიგინეს ერეკლე მეფე, ამიტომ წაგვიპილწეს ღვინო, ამიტომ შეურაცხოს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ, რომ მერე თავად გვითხრან, სად ვილოცოთ და რა დავიფიცოთ. ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამას გვირდებიან ძალაუფლების დაბრუნების შემთხვევაშიც. 26 ოქტომბერს კახელებმა და საქართველოს ყველა კუთხის შვილებმა ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ და შინ და გარეთ ყველას უნდა გავაგონოთ, რომ 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ, რომ 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ, რომ 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ ახლა სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ. ამიტომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ ერთ ქართულ ლაშქრად შევიკრათ, არა ხმლით, არამედ ხმით, იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, ჩვენი თვითყოფადობის, ჩვენი იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება. გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს, ალავერდის და წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს კახეთს და მთლიან საქართველოს.